მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და ქვეყნის სტაბილურობას. თქვენ იცით, რომ მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უპრეცედენტ მშვიდ გარემოში. ჩვენ ამისათვის ყველა ღონე ვიხმარეთ და ყველა პირობა შევასრულეთ. მართლაც ევროპელი ლიდერების შეფასებით წელს გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტის არჩევნები. ეს არის მიღწევა ქართული დემოკრატიის და ჩვენი მთავრობის. ეს პოლიტიკა მომდინარეობს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს პოლიტიკა იქნა განსაზღვრული მის მიერ და ჩვენ შევასრულეთ. რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო კამპანიას და პროცესს, დილიდან მე ვაკვირდები, ჩვენ შევქმნით შტაბი, საკოორდინაციო შტაბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად. ვართ მუდმივად კოორდინაციაში მათთან. არავითარი დარღვევები დილიდან არ იკვეთება, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ თუ რაიმე ექსცესებს, თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ჩვენ მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას. კიდევ ვიმეორებ, რომ და კიდევ მოვუწოდებ მოქალაქეებს, მათ შორის ასევე პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავი შევიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ვინაიდან მათი ეს ქმედება იქნება დასჯილი და აღკვეთილი. ასევე მსურს გავაკეთო განცხადება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არავითარი საბაბი არ მისცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ რაიმე ეჭვი შეეტანათ საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობაში. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად გახსნილი, მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პროცესი ყოფილიყო. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ეს დღეს არჩევნო დღეს ჩაივლის ძალიან მშვიდ გარემოში, მშვიდ პირობებში და ქართული ხალხი მიაღწევს იმ ბრწყინვალე გამარჯვებას და ეს იქნება იმ ბრწყინვალე გამარჯვების გაგრძელება, რასაც ქართულმა ხალხმა მიაღწია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს. ბატონო, პრემიერობის ავარაუდო კანდიდატად სახელმწიფო. არა, მაგაზე მოგვიანებით. კი რა ვირჩიოთ ჩვენი პრეზიდენტი. და მე ვთვლი, რომ მე დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატი და მე ასევე იმედი მაქვს, რომ სხვა კანდიდატებს არ ექნებათ პრეტენზია და ისინი ნამდვილად ევროპულად თანამედროვედ მიულოცავენ არჩეულ კანდიდატს. დიდი მადლობა.